მეგობრებო, დღეს hit top 10-ის გაშლები უნდა შემოგთავაზოთ საერთო. ჩაფიქრეთ თქვენი პიროვნება და საერთო გაშლა ყოველთვის ყველას არ გემთხვევათ რაღაცა საინფორმაციო ძირს მიიღებთ იმას, რაც თქვენთვის არის საჭირო, თუ იდენტიფიკაციას ატყობთ და გრძნობთ, რომ თქვენია გაშლა პირველ რიგში. და არც ერთ ვარიანტში ლაიკები და კომენტარები და გაზიარებები არ დაგეზაროთ, ძალიან გთხოვთ. მადლობა ყველა ჩადებული ენერგიისთვის თქვენი მხრიდან. ეს არის ერთგვარი აუცილებლობა, გადასახადი ერთმანეთის მიმართ. მე თქვენ ინფორმაციას მოგაწვით, თქვენ ამისთვის ერთგვარ მადლობას მიხდით და თქვენ ერთგვარ საფასურს იღებთ იმისთვის, რომ არ დაზარალდეთ. არც თქვენი მხრიდან, არც მე ჩემი მხრიდან. სამყაროს ასე ვთქვათ ცუდ ენერგიებში არ მოვხვდეთ. ამიტომ არის საჭირო ენერგოცვლისთვის ყველა ფერზე ყოველთვის გადაიხადოთ რაღაცა თანხა. ერთგვარი თანხის მსგავსი არის ეს თქვენი ლაიკები, გამოწერა, გაზიარებები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამ გაშლას, გაშლა გვექნება იმაზე რამდენად მზად არის ადამიანი, რომ იმოქმედოს თქვენთან მიმართებაში. მოდი უკეთესი იქნება აუზარი თუ დასასრული. გავიგოთ და იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში გავიგოთ და აქედან უფრო უკეთესად გაარკვევთ რამდენად ეს გაშლა თქვენია. თუ ეს არ ემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლებს გადაავლეთ თვალი. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? ისე ერთგვარი გაგრძელება არის წინა გაშლების, რამოდენიმე ორი გაშლა წინა უკვე ავტვირთე და შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, ენერგეტიკა არის იგივე, ან იგივე ხალხი უყურებს დღესდღეობით აი ამ გაშლას, რაღაცა ერთი და იგივე ენერგია მოდის. ხუთიან ჟეზლი, ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, ეს არის შენი ინტერესების გარკვევა და ამ ჟეზლის ქნება და ჩემ აზრზე ვარო და აი უაზროდ შეიძლება გაუთვიცნობიერებლათაც კი რაღაცა შენ პოზიციას იცავ და ვის უმტკიცებ და რას უმტკიცებ. ეს სხვა მომენტია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხუთი ჟეზლიდან თითქოს კონკურენტ უნარიან, მოდი ესე ვიტყვი, სიტუაციაში, სადაც თქვენზე არის კონკურენცია, თუ თქვენ კონკურენტობთ ამ პიროვნებაზე, თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, თითქოს რაღაცა შანსები, სტანდარტულობა, ფიზიკურად ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ აი რაღაცა ერთნაირ დონეზე, ანუ დიდი განსხვავება ამ კონკურენტ უნარიან ბრძოლაში ამ ადამიანებს შორის არ არის. მენტალიტეტი ერთნაირი, შეიძლება სიმაღლე ერთნაირი, ფიქრი ერთნაირი, ემოცია ერთნაირი, აი რაღაცა გამალებული იქნებთ ჟეზლებს და კონკურენტ უნარიანად აჩვენებთ თქვენ თავს გინდათ უბრალოდ, მაგრამ შედეგი პრინციპში ხუთიან ჟეზლით არასდროს არ არის ხოლმე, ეს არის უაზრო ხელების ქნება, უაზრო დროის ხარჯვა და უაზროდ ვიღაცისთვის რაღაცის მტკიცება, რომ აი მე ვარ ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ შედეგი არ მოაქვს, მოდი ესე ვიტყვი. ამ კაცს თქვენი საყვარელი პიროვნება აგერ თავადვე სამყარომ გვიჩვენა, რომ ორმხრივი აგრძნობა თქვენ შორის და გუწფელი ემოციური ფონით ავსებთ ერთმანეთს. მიუხედავად აი ამ ჟეზლების ქნევისა და რაღაცა თქვენი პრინციპების დაცვისა, ემოციური ფონი გაქვთ, რაღაცა ავსებთ ერთმანეთს ემოციურად, გრძნობებით, შერწყმადობა კარგი გაქვთ, ერთმანეთის ემოციებს კარგად გებულობთ, აი თვალში ჩახედვით, უსიტყვოთაც რო გრძნობთ ერთმანეთის ემოციურ ფონს, ვის რა აწყენიეთ, გაწყენინათ, სიტყვები რო ზედმეტია ურთიერთობაში და ყველაფერს ისედაც გრძნობ შენი საყვარელი პარტნიორისგან, ასეთი სიტუაცია, ადამიანი პარტნიორზე მაქვს საუბარი, შეიძლება წარმოადგენდეს ჰაერისტიქიას, ეს არის ტყუპების სასწორი და მერწყულის ნიშანი ძალიან აქტიურობს ბოლო გაშლებში, ესე იგი ჰაერისტიქია შეიძლება წარმოადგენდეს, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი, ეს შეიძლება იყოს ძალოვანი ორგანოების თანამშრომელი თქვენი პიროვნება, რომელსაც ცივი იარაღი მომარჯვებული აქვს და ასე ვთქვათ უწევს მას ძალოვან სტრუქტურებში მუშაობიდან გამომდინარე იარაღთან ერთად, ასე ვთქვათ მოძრაობა ქალაქში, ქალაქგარეთ, ასევე ჰაერის ხმლის მეფეს აქვს ძალიან ისეთი
თავშეკავებული და სერიოზული ენერგეტიკა კანონებზე, წესიერებაზე, სინდისზე დამოკიდებული პიროვნება, დამოკიდებული ისეთი ნათქვამია, ტიპაჟი არის თვითონ, აი უკანონოდ, უსინდისოდ არავის არ მოექცევა, პირიქით თუ რამე უკანონობას დაინახავს და ვინმეს რამე დახმარება ამ მხრივ ჭირდება იმ ადამიანს, ვისაც ჩაგრავენ, ყოველთვის თავის ხმალს ხმლით მოიგერიებს წერს, ასე ვთქვათ, და დაიცავს იმ ადამიანს, ვისაც მისი ვინც ჩაგვრის ობიექტია და ასე ვთქვათ, არასწორად ჩაგრავენ მას. ადამიანი ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ექიმი, ქირურგი, კოსმეტოლოგი, არ ვიცი, გაშლა ორივე სქესის არის, ამიტომ ვიძახი ის ადამიანი, სადაც პროფესიულად რაღაცნაირად ცივი იარაღის ნემსის რაღაცეების გამოყენება, მაკრატლების და რაღაცეების გამოყენება ჭირდება სამუშაო რეჟიმში. ემოციურ ფონს თუ ვიტყვით, შეიძლება ასევე თუ არც ერთი არ ემთხვევა, ასევე შეიძლება იყოს ქვრივის ან განქორწინებული სტატუსში, იმიტომ რომ ჰაერის მეფე და ჰაერის დედოფალიც ასევე არის როგორც წესი მიიჩნევა, რომ არის ან განქორწინებული, ან ქვრივის სტატუსში, ანუ წარსული ერთგვარი კრახით დასრულებული მისი ურთიერთობა და შეიძლება არაერთი ურთიერთობაც, შეიძლება ქვრივიც იყოს და შემდგომ განქორწინებულიც ასეთებიც შეიძლება იყოს. მოკლედ, თუ ატყობთ, რომ ენერგია თქვენზეა, გავიგოთ ახლა ესე იგი თქვენ ურთიერთობაში პაუზა არის თუ დასასრული. ამ კარტებიდან გამომდინარე, დიდი კონკურენცია და დიდი კონკურენციის და ასე ვთქვათ, რაღაცეების ლეველების გავლა გიწევთ ერთმანეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად და ისევ ერთად სამყოფად, ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით ეს გაშლა ტოპ 10-ელშია, როგორც ყოველთვის თქვენი მოთხოვნებიდან და გავიგოთ პაუზა არის თუ დასასრული. ესე იგი, რა ვთქვი, გახსოვთ, ჰაერის, როგორც ჰაერის ხმალი, ისევ ჰაერის დედოფალი. თქო, ერთ სტიქიაში ხართ. შეიძლება ორივე წარმოადგენთ ჰაერის სტიქიას, ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანს, ასევე შეიძლება სპეციალობა გაქვთ ერთნაირი, ანუ ორივე მაგალითად ორგანოების თანამშრომელი ხართ, ორივე მესაზღვრე მებაჟი, რაღაც აი კანონებთან მიმართებაში, ადვოკატი, პროკურორი, სამართალდამცავ ორგანოებს წარმოადგენთ და ასე ვთქვათ, ერთგვარი კანონიერი ადამიანი ხართ, კანონების დამცავი და არ ვიცი, შეიძლება პარლამენტარიც კი, რომელიც კანონებს ღებულობს, ასეც არ არის გამორიცხული, თითქოს რაღაცნაირი მენტალიტეტი ერთნაირი გაქვთ, ერთნაირად ცივი ხართ, ემოციურ ფონს თუ განვიხილავთ, ადამიანებს ესე ვთქვათ, აი თბილი მოსიყვარულე და ძალიან ისეთი რომანტიკოსი, როგორიც არის წყლის სტიქის დედოფალი და მამაკაცი, ასეთები არ ხართ. რაღაცნაირად უფრო ისეთი თავშეკავებული, სერიოზული, ჩამოყალიბებული კანონიერებაზე და სინდისზე მომართული ადამიანი, ასევე შეიძლება ბრძანდებით ექიმი, როგორც უკვე აღნიშნე მეფეზე, იგივე ვრცელდება დედოფალზეც. მენტალიტეტი და ემოციური ფონი გაქვთ ერთნაირი, შეიძლება ასევე ქვრივი ან განქორწინებული სტატუსში ბრძანდებით და ძალიან ცივად ზიხართ თქვენ ტრონზე, ასე ვთქვათ. თქვენი თავის ფასი იცით, თქვენი თვით შეფასება გაქვთ ძალიან კარგ დონეზე და საჭირო კარგად ხვდებით რას და ვის წარმოადგენთ და ასე ვთქვათ, თავსაც არავის არ უხრით საომარ სიტუაციაშიც უკან არიხევთ და ძალიან როგორც უკვე აღნიშნა და ჩემთვის არის წარმოადგენს ხოლმე რაღაც ერთგვარი ქართლის დედის მენტალიტეტის და პრინციპის დამცველია ხოლმე ჰაერის სტიქის დედოფალი. თქვენ კომფორტის ზონაში ხართ, ასე ვიტყოდი ახლა ამ ურთიერთობაში და ეხლა კი არა და თქვენ კომფორტის ზონაში, აი ცოტა თავის თავზე რომ პირველ რიგში თავის ემოციურ კმაყოფილებაზე რომ ფიქრობს, ისეთ სიტუაციაში იქნებით, რასაც ამ სუფრაზე პრინციპში 900-ით მარტოზის ქალბატონი, მაგრამ კმაყოფილია იმ მარტოობითაც, იმ სიმშვიდითაც რაღაც პერიოდი, იმიტომ რომ მისი ცეცხლოვანი მამაკაცი, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი აქვს, რომელიც ძალიან ცეცხლოვანია და ჟეზლებით მორბის თქვენთან მიმართებაში, თუ საზოგადოებაში თავშეკავებული და ძალიან ჰაერის სტიქის მეფეთ არის წარმოდგენილი, თქვენთან მიმართებაში ცეცხლი და ტემპერამენტი უხვად აქვს და მოდის ეს ადამიანი, თუმცა ეჭვიანობის ენერგეტიკაც აქვს, როგორც აი ბავშვური რაღაცა ეჭვიანობები შეიძლება ჩაგიტაროთ ხოლმე და იშპიონოს და იქეკოს თქვენ სოციალურ ქსელებში, ესეც არ არის გამორიცხული და ამასაც გააკეთებს, მინდა გითხრათ, პირველ პერიოდში, მეორე პერიოდში
მე-11 მაღალი არკანი იუსტიცია მოდის, ისევ ჟეზლის პრინცი და სიყვარული არ არის არც ერთ ვარიანტში არ არის დასასრული 7-იან პენტაკლით გეტყვით რომ რაღაც პერიოდი შეიძლება მოლოდინის რეჟიმში იყოთ ის რაც ემოციური ფონი ერთმანეთის მიმართ ჩადეთ ამის მომკის პერიოდი მოვიდეს და მოვა კიდევაც 7-იან პენტაკლით ეს არის რაღაც პერიოდი პატარა პაუზასავით რომელიც უნდა დაელოდოთ და თქვენი პრინცი მოქანდება თავის ჟეზლით, თავის ემოციით, ცეცხლებით და ამბებით, თავის გულწრფელ სიყვარულს დაგანახებთ და შეიძლება ნაწილისთვის ქორწინებამდეც კი მივიდეს თქვენი ოჯახური კავშირი, თქვენი კავშირი მიიღეთ.